გამარჯობა, ეს არის ჩემი შემდეგი მოგზაურობა კატარში, კერძოდ დოჰაში, სადაც გავატარებთ 4 სრულ დღეს. პირველივე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა აეროპორტში, რომელიც იყო ულამაზესი და უზარმაზარი, საოცარი ბაღებით და მცენარეებით მორთული. დოჰაში მოხვედრა ტურისტული ჩარტერებით შეგეძლოთ, რომელიც არის შედარებით უფრო იაფი გზა. შეთავაზებაში კი შედის სასტუმროები, ბილეთები და ტრანსფერი. ჩამოვედით შევალთ სასტუმროში და ნახოთ როგორი სასტუმრო საქმეა. ჩვენს ტურში შედიოდა ასევე საუზმე, რომელიც იყო ძალიან მრავალფეროვანი. ასევე სასტუმროს ჰქონდა აუზი და თავისი სანაპირო. ძალიან ცხელა და მივდივართ სანაპიროზე, ესეთი ვაუჩერები გვაქვს სასტუმროსი. მოგვწეს ეს პირსახოცები და ნახოთ როგორი სანაპირო გვაქვს. ეხლა არის დეკემბრის თვე და დოჰაში არის საოცარი ტემპერატურა 25-დან 28 გრადუსამდე, ძალიან თბილი და სასიამოვნო ამინდი. ეხლა მივდივართ მუზეუმში. ასე გამოვიყურები. მოვდივართ ულამაზეს ბულვარში. ულამაზესიანი. ძალიან მოვლილია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ადგილი დოჰაში, რომელიც არის როგორც ტურისტების, ისევე ადგილობრივების თავშეყრის ადგილი. ეს ტერიტორია მიუყვება სანაპიროს, რომელიც არის ულამაზესი და გირჩევთ, რომ მზის ჩასვლისას მიხვიდეთ. ეს ადგილი იყო ადრე პორტი და სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც გადაკეთდა ტურისტულ ადგილად. ეხლა მოვედით სპორტის მუზეუმში. ესეთი ჯერ არის 5 საათის არ არის და უკვე მზე ჩადის და არის ულამაზესი მზის ჩასვლა. უბრალოდ ძალიან ცუდია, რომ ადრე ღამდება. გაჩვენებთ სპორტის მუზეუმს და დავათვალიერეთ, საკმაოდ დიდი მუზეუმია. ესეთი ტიკეტი გვაქვს, სადაც 3 მუზეუმი შედის და აქვს 5 დღე ვადა. ეს არის სპორტის მუზეუმი და აქეთ არის სტადიონი. მუზეუმი იწყება მე-7 სართულიდან და ყველაფერი შედის ამ ფასში, ესაც ახლა ვიდეოში ვნახავთ. წავედით! ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სპორტის მუზეუმი, სადაც ნაჩვენებია სპორტის და თამაშების განვითარების გზა დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე. მუზეუმში ნახავთ მსოფლიო ჩემპიონების ნივთებსაც, ასევე მათ მედლებს, მაისურებს და ასევე კადრებს მათი კარიერის მნიშვნელოვანი მომენტებიდან. სამაჯურები დაგვირიგეს და ამით ვასკანერებ. აქ ასევე არის გასართობის სივრცეც, სადაც შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვადასხვა თამაშები. საკმაოდ დიდი მუზეუმი, ამიტომ გირჩევთ, რომ დროც გაითვალისწინოთ. შემდეგი ადგილი, რომელსაც ვნახავთ, არის ვილაჯის სავაჭრო ცენტრი, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს სპორტის მუზეუმთან. ეს სივრცე შექმნილია ვენეციის სტილში. მოლში ასევე არის უზარმაზარი პარკი და ძალიან ბევრი გასართობის სივრცე. ასევე საკვები ობიექტები, მაღაზიები, კინოთეატრი და სხვა. მინი ვენეცია არის გადმოტანილი. მოგწევნება ვენეციაში რა ბინოდა აქ წავშულიყავი. სახლებიც ვენეციის სტილში არის გაკეთებული. ახლა ყოფილა FIFA-ს არაბეთის თასის ფეხბურთის ჩემპიონატი. და ამასთან დაკავშირებით არის ფესტივალი და სხვა არაბული ქვეყნების ასე ვთქვათ კულტურის გაცნობითი საღამო არის. ვიდეოებს ჩავსვამ, ძალიან საინტერესო იყო.
შემდეგი ადგილი, რომელსაც გაჩვენებთ, არის კატარას სოფელი, სადაც არის როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე არაბული კულტურის შერწყმის სივრცე. აქ შეხვდებით ულამაზესი მოზაიკით მორთულ მეჩეთებს, ასევე ოქროსფერ მეჩეთებს, რომლებიც მზის შუქზე ულამაზესად ბრწყინავს. ეს ადგილი არის მტრედებისთვის შექმნილი, მტრედების სახლია. აქ ასევე შეგვხვდა ქართული ასოფგერებისგან შექმნილი სკულპტურა, რომელიც არის შეხსენება, რომ ჩვენი უნიკალური დამწერლობა არის მსოფლიო კულტურის ნაწილი. ეხლა მივდივართ გევან აილენდზე, რომელიც არის კუნძულზე, კიდევ ერთი კუნძული. გევან აილენდი ეს არის ხელოვნური კუნძული, რომელიც ფორმით მარგალიტს გავს. ამ კუნძულის ღირსშესანიშნაობა კი არის კრისტალებით გამიდრებული ხეივანი, რომელიც არამხოლოდ სილამაზის, არამედ გაგრილების ფუნქციასაც ასრულებს. სწორედ ამიტომ ადგილობრივები აქ ძალიან დიდ დროს ატარებენ და 40 გრადუს სიცხეშიც კი კომფორტული არის აქ საირნობა. ამ ადგილიდან სულ რამდენიმე წუთში გადადიხართ საოცარ ევროპულ გარემოში, რომელიც არის მინი ვენეცია, სუსტად ისე როგორც ვენეციაში ფერადი სახლები, პატარა ხიდები, ნავები, ძალიან ფოტოგენური და მყუდრო სივრცე დროის გასატარებლად. ეხლა გაჩვენებთ დოჰას მეტროს, რომელიც ძალიან კომფორტული და ბიუჯეტურია. დაახლოებით 5 ლარი გუჭდებოდა დღის ულიმიტო ბილეთი. აქ ვაგონები 3 კლასად იყოფა. პირველი არის გოლდი, რომელიც დამატებით საფასური ღირს. სტანდარტი, სადაც შედიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები და ტურისტები და ფემილი, სადაც შეუძლიათ წყვილებს და ოჯახებს შესვლა. კატარის ეროვნული მუზეუმი არის ნამდვილი არქიტექტურული შედევრი, რომელსაც უდაბნოს ყვავილსაც უწოდებენ. პროექტი იმეორებს იმ ბუნებრივ კრისტალურ ფორმას, რომელიც კატარის უდაბნოში ქვიშაში იქმნება. მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი კატარის ისტორია უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე და მომავალში 2050 წლამდე და აქ ასევე ნახავთ თუ როგორი მომავალი წარმოუდგენიათ მათ კატარისთვის. ალბათ რთული და საჯარებელია, რომ სულ რაღაც 70-80 წლის წინ აქ უდაბნოს ქვიშა და მხოლოდ მეთევზეების სოფელი იყო. ამ მუზეუმში კი სწორედ ეს არის წარმოდგენილი, თუ რამხელა გზა გაიარა კატარმა დღევანდელ დღემდე. ადგილობრივების ერთადერთი გზა გადარჩენისთვის იყო ჩაყვინთვა ზღვის ფსკერზე და მარგალიტების მოპოვება. ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის ბაზარი, მდება მზე ჩადის და არის ძალიან ლამაზი. აბა დავათვალიეროთ. იმის მიუხედავად, რომ ბაზრის ტერიტორია განახლებულია, აქ მაინც იგრძნობა არაბული სული. საოცარი სუნელი დგას ბაზარში და ეს ხალიჩები არის ულამაზესი. თავი მეგონა ალადინის მულტფილმში. ესეთი ლამაზი გამოვიდა. კატარში გადაადგილება ტაქსით არის ძალიან იაფი. დაახლოებით 5-8 ლარი ესე გვახარჯება ხოლმე. და კომპანიას ქვია Adrgo. ეხლა ცოტა გავისაირნოთ და ღამის დოჰასაც გაჩვენებთ. მოკლედ დასრულდა ჩემი მოგზაურობა დოჰაში. ძალიან მრავალფეროვანი მოგზაურობა გამოგვივიდა. ძალიან კარგი ამინდები იყო. სითბო, სხვა ქუჩაში სიარული ძალიან სასიამოვნოა. ყველას ვურჩევ, რომ იმოგზაუროს დოჰაში. ამით დაგემშვიდობებით. ჩაო.